რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვი და ანდრეი სიბიჰა ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით შემუშავებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და ბოლოკვირების განმავლობაში ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ურთიერთსაპირისპირო ბრალდებებზე დიპლომატებმა თურქეთში ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე ისაუბრეს. ლავროვი ამბობს, რომ კრემლი თავის სიტყვას ასრულებს და 18 მარტიდან, რაც პუტინი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას დასთანხმდა ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტას, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე აღარ მიუტანია იერიში. მისი თქმით, უკრაინა თითქმის ყოველდღიურად ესხმის თავს რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურას. მოსკოვმა შეადგინა და უკვე გადასცა სამიზნეების სია ამერიკის შეერთებულ შტატებს, გაეროსა და თურქეთს. სიბიჰამ გააკრიტიკა ლავროვის განცხადება და მოსკოვი მშვიდობის საკითხების უგულებელყოფაში დაადანაშაულა. უკრაინის მთავარმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთმა მათი მიმართულებით გაუშვა 70 რაკეტა, 2000-ზე მეტი დრონი და 6000 პლანირებადი ბომბი, რომელთა სამიზნე ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული ადგილები იყო.